კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. საქართველოს ნაკრებს კი მეოთხე ოქროს medali მოუტანა, რაც ისტორიული შედეგია. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 7 medali მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ. გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ილია სულამანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ოჩაგურა, ჩვენი ნაკრების კაპიტანი. და დღის სხვა თემები საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა, დედაქალაქის ახალი არქიტექტურული სიმბოლო და გლობალური ინვესტიციების ცენტრი თბილისში ტრამპ თაუერი აშენდება. 70 სართულიანი ცათამბჯენისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია იწყებს. ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში, რომელიც ამერიკული უძრავი ქონების ბიზნეს გიგანტ საპირთან არქისთან, ბიოგრაფ ლივინგთან და ფინვესტ ჯორჯიასთან პარტნიორობით ხორციელდება და მასშტაბური პროექტი, რომელიც მაღალი კლასის რეზიდენციას პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტრამპის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, ტრამპ თაუერ თბილის მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია გენსლერი დააპროექტებს. პროექტი უკვე მიმოიხილა Wall Street Journal-მა. პროექტი რეგიონში ტრამპ თაუერის პირველი შენობა იქნება და გაზრდის ქალაქის როგორც კარიბჭის როლს აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის ბიზნესის წარმოებისთვის. მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის გენსლერის მიერ დაპროექტებული ტრამპ თაუერ თბილისი დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით ტრამპ თაუერ თბილისი მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს. კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის საოჯახო ფირმა მიდგომა საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისადმი ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში. თავად საქართველოს გეოპოლიტიკურად სენსიტიური პოზიცია უკავია. იგი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობებსა და რუსეთთან არსებულ დაძაბულობას შორის. ბოლო წლებში ქვეყანა ასევე ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით. რელისში, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია თავის ქართველ პარტნიორებთან ერთად ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ თბილისს, როგორც ჩამოყალიბებულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანს, სულ უფრო ხშირად ადარებენ ისეთ მზარდ ფუფუნების მიმართულებებს, როგორიცაა ლისაბონი და დუბაი საწყის ეტაპზე. საქართველო კი თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, როგორც მომავლის ქვეყანა. ტრამპის სახელი ასოცირდება მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავ ქონებასთან და თბილისის პროექტი ამ მემკვიდრეობის გაგრძელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი, ამბობს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი და კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი. პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი. ტრამპის სახელი ასოცირდება მსოფლიოში უმდიდრესი უძრავი ქონების პროექტებთან და ტრამპ თაუერ თბილისი ამ მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს გლობალურად აღიარებული სრულყოფილების ეს სტანდარტი და განსაკუთრებით გვიხარია ისეთ აღიარებულ და პროფესიონალ საპროექტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორებიც ჩვენი პარტნიორები არიან. საქართველოში პირველად 5 წლის ასაკში ვიყავი და იქ დაბრუნება ჩემთვის ემოციური იყო. გამახსენდა რამდენად ღრმაა ჩემი კავშირი ამ ქვეყანასთან. მეამაყება და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ავაშენებ ტრამპ თაუერს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ. ჯერა რომ ამ პროექტით ჩვენ შევქმნით ახალ რეალობას საქართველოს ტრანსფორმაციული სამშენებლო პროექტების ისტორიაში და ქვეყანაში შემოვიტან გლობალური მასშტაბის და უმაღლესი კლასის ცხოვრების სტილს. ბიოგრაფი ლივინგ არა მხოლოდ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს, არამედ ჩვენ საქართველოში ურბანული ცხოვრების მომავალს ვქმნით. ჩვენ ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიცაა ტრამპ თაუერ თბილისი, რომელიც ტრამპის ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება, ქალაქში ვამკვიდრებთ ამბიციის, ხარისხისა და გლობალური მნიშვნელობის სრულიად ახალ სტანდარტს.
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower თბილისით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ. ვქმნით ლენდმარკს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. არქი ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში. მოხარული ვარ ვიყო ამ პროექტის მონაწილე. The Trump Tower თბილისი საქართველოს პოზიციისთვის ეს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე გარდამტეხი ეტაპი და ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. Trump Tower თბილისის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს სახელმწიფო გუნდში ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის შემოსვლა. მორიგი დასტურია, რომ ქვეყანაში არსებული ჯანსაღი საინვესტიციო გარემო მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის მიმზიდველია და მომავალშიც მიმზიდველი იქნება. ძალიან სასიხარულო ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც MR ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა და გაფორმდა ის ხელშეკრულება, ჩვენ უამრავი კრიტიკა მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისგან და რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ MR-ის ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან პოზიტიური, რომლის საბოლოო ეფექტი იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი. თვითონ პროექტის განმავლობაში დასაქმდება 24,000-მდე ადამიანი, ხოლო პროექტი, როდესაც დასრულდება, უკვე მუდმივ სამსახურს დაიწყებს 8,000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვავდით MR-ის ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც და ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ როდესაც ასეთი მსხვილი გლობალური მოთამაშე შემოდის ქართულ ბაზარზე, ეს არის ტრიგერი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვისაც, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. და სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ სულ რამდენიმე თვე არის გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდიც შემოდის საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციით და ესეც რა თქმა უნდა თავის მხრივ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, თავის მხრივ შემოიტანს ძალიან დადებით პოზიტიურ წვლილს ჩვენს ეკონომიკაში და ასევე MR-თან ერთად უკვე ტრამპის ეს გლობალური ბრენდიც კიდევ თავის მხრივ იქნება დამატებითი ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველო არის იდეალური გარემო, სადაც შეიძლება განახორციელოს მსხვილი პროექტი, სადაც ჩადო მსხვილი ინვესტიცია. უშუალებელი ინვესტიცია და საგანგებოდ მნიშვნელოვანი ეს თემატურას პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის. ეს სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს, ეს ნიშნავს მეტყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ეს ნიშნავს უფრო მძლავრ სოციალურ პაკეტს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლება ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი საგანგებოდ გამომცხარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო. გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე ორჯერ ამბობს, მშვიდობა თქვენდა. და ეს მშვიდობა ჩვენ ძალიან გვჭირდება დღეს, როგორც არაფერი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. და ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე, როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც. რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ასე შემდეგ და ამაზე ჩვენ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუց ამის გაკეთება. დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს, ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ მტრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ.
სრულიად საქართველოს სულოცავ კვირაცხოვლობის დღესასწაულს ეს არის ეჭვიდან ჭეშმარიტ წმენამდე მისვლის დღე და გვახსენებს რომ ნამდვილი რწმენა მოდის გულიდან ადამიანის ცხოვრებაში. გილოცავთ კვირაცხოვლობას, შეგეწიოთ ამ დღის მადლი და ძალა, გფარავდეთ უფალი და ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქი აქ მოსულები ვართ ქართველები რომ მიულოცოთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ და გილოცავთ ყველას. გილოცავთ ამ ძვირფას დღესასწაულს, აღდგომის განახლება, თომას კვირა, ასეც იწოდება. და ეს წარით მრავალს, ვილოცავ ჩემს ქვეყანას, უსურებ შვიდობას, სიხარულს, უფლის წყალობას. ყველას ვილოცავ დღევანდელ დღეს, დღეს გახლავთ კვირაცხოვლობა, თომა მოციქულის ხსენებას აღნიშნავს აღდგომის შემდეგ კვირას წმინდა ეკლესია. ამ დღესთან დაკავშირებით სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მაღალყოვლად უსამღვდელოესი მეუფე იუაღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას და შესაბამისად წირვის დასასრულს როგორც ყოველთვის მისი უწმინდესობის საფლავზე იქნება პანაშვიდი გადახდილი. ახლა კი უცხოეთის ამბები და ახლო აღმოსავლეთი, რომელიც მოლაპარაკებების მოლოდინშია პაკისტანში, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების დასახვედრად ემზადებიან. ისლამაბადში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. მანამდე ვაშინგტონისა და თეირანის ოფიციალური პირები აქტიურად განიხილავენ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის საკითხს. დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მისი წარმომადგენლები პაკისტანში ხვალ საღამოს ჩავლენ და ირანს შეთანხმების დადების მოუწოდებს. სხვა შემთხვევაში შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს. ტრამპი ასევე წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მხოლოდ ირანს აზარალებს. მანამდე ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, თუმცა მრავალი ხარვეზია და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია. გუშინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გახსნა. ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევაა. ცეცხლი ძირითადად ფრანგული გემისა და გაერთიანებული სამეფოს სატვირთო ხომალდის მიმართულებით გაიხსნა. ეს არც ისე კარგი საქციელი იყო, არა? ჩემი წარმომადგენლები მოლაპარაკებებისათვის ხვალ პაკისტანში, ისლამაბადში მიემგზავრებიან. ირანმა ახლახან განაცხადა, რომ სრუტეს კეტავს. რაც უცნაურია, რადგან ჩვენი ბლოკადის შედეგად ის ისედაც ჩაკეტილია. ჩაკეტილი გასასვლელით თავად ზარალდებიან, დღეში $500 მილიონ კარგავენ. შეერთებული შტატები კი არაფერს კარგავს. პირიქით, ბევრი გემი სწორედ ახლა ტეხასის, ლუიზიანასა და ალასკისკენ მიემართება. ეს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის დამსახურებაა, რომელთაც მუდმივად მაგარი ბიჭის როლში ყოფნა სურთ. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს დათანხმდებიან, რადგან სხვა შემთხვევაში შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს. დავასრულეთ კეთილი კაცის როლის თამაში. ისინი სწრაფად და მარტივად დამარცხდებიან და თუ შეთანხმებაზე არ წამოვლენ, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა ირანის მკვლელი მანქანა დასრულდეს. ჩვენი მთავარი პირობა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ შევასრულოთ ვალდებულებები და მათ კი არა. მიუხედავად უნდობლობისა, ვცადეთ გვემოქმედა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის მივაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც მოგცემს გარანტიას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. არც ისრაელისა და არც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიპოვოს ირანელი ხალხის ნდობა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შტატებმა უნდა გადადგას. თუ მათ მართლაც სურთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკება, უარი უნდა თქვან მიკერძოებულობასა და ჩვენთვის რაიმეს თავს მოხვევის მცდელობაზე. უკვე იციან, რომ მსგავსი მიდგომით წარმატებას ვერ მიაღწევენ. ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა ცახალმა საპასუხო ცეცხლი. მას შემდეგ გახსნა, რაც მათი თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბატალიონის ოპერაციების დროს საინჟირო მანქანამ ჰეზბოლას მიერ დამონტაჟებულ ბომბს გადაუარა და აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ჯარისკაცებიდან ერთი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ისრაელი აცხადებს, რომ მხარეებს შორის 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად ჰეზბოლამ დაარღვია. ცახალმა დაბომბა მიწისქვეშა შახტა და ჰეზბოლას წარმომადგენლები, რომლებიც შახტაში იმყოფებოდნენ. დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კიევში მომხდარის სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და საქმე ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს. უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით პეტერ მადიარის პარტია TISA 199 ადგილი ამ პარლამენტში 151 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ფიდეს 52 მანდატი, პარტია ჩვენ სამშობლოს კი 6 ადგილი ექნება. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. უნგრეთში ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღზე უკვე შეთანხმდნენ და ეროვნული კრების პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება. პრემიერ-მინისტრის არჩევაც იმავე დღეს მოხდება. ადამიანის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს ბულგარეთში. ეს ბოლო 5 წელიწადში უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას იღებს ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტიც. გამოკითხვის მიხედვით იანვარში ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გადამდგარი რუმენ რადევი და მისი ცენტრისტული მემარცხენე დაჯგუფება პროგრესული ბულგარეთის საზოგადოებაში 35%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. მეორე ადგილს სავარაუდოდ ბოიკო ბორისოვის პარტია ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა დაიკავებს. არჩევნებში მანდატების მოსაპოვებლად კიდევ 8 პარტია იბრძვის. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 8-ზე დაიხურება. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს რუმენ რადევიმ და ბოიკო ბორისოვმა. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა პირველადი ამოცანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. ასევე გვჭირდება ძალიან მტკიცე საპარლამენტო პროგრამა ბულგარეთის მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი ამ რთულ ვითარებას. იმედი მაქვს რუსეთთან განვავითარებთ პრაქტიკულ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას, მჯერა რომ უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად. ეს ჩვენი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, მთავრობის ფორმირების ალბათობა დაბალია, რადგან ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა არც ერთ კოალიციაში არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ უკვე წავედით კომპრომისებზე და ამიტომ ამ მომენტისთვის ვერავის ვხედავ, ვისთანაც კოალიციის შექმნას შევძლებთ. დაველოდოთ შედეგებს. ჩვენი ქვეყანა ევროზონაში შევიყვანეთ, სადაც ამჟამად ღუზა ძალიან მყარად გვაქვს ჩაშვებული. იმედი მაქვს ის გაუძლებს და არ დაუშვებს ჩვენს აღმოსავლეთისკენ წასვლას. იმედია ხალხი მანამდე გააცნობიერებს ყველაფერს. მალაიზიაში საბაჰის შტატის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში ხანძრის შედეგად 1000-მდე სახლი დაიწვა, 9000-მდე ადგილობრივი კი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა. შტატის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძრის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა და ხის სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ გამოიწვია. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპისთვის ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს დაზარალებულების დროებით თავშესაფრებში გადაყვანას. ისევ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო დანაყოფებს ეწვია გაეცნო მათ ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას. უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სტუმრობისას ქართულ დელეგაციას აკადემიის ხელმძღვანელმა რუსტამ ხატამოვმა უმასპინძლა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ საპოლიციო განათლების სფეროში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებზე, სასწავლებლის სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობაზე. გეკა გელაძე მისაუბრა საპოლიციო განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი შინაგან საქმეთა მინისტრი დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ამავე დეპარტამენტში მოქმედი ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს გაეცნო. პროკურატურამ ერთი პირი დააკავა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეო ჩანაწერები და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. მას ბრალი წაუყენეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება გამოყენების, სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა აჭარის პოლიციამ. აზერბაიჯანის მოქალაქეებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. ბინების ჩხრეკის შედეგად პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი, პრეგაბალინი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღო. დაკავებულებს 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 და 151 მუხლებით მიმდინარეობს. ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ რევიზორის პრემიერა გაიმართა. ნიკოლაი გოგოლის პიესას სცენაზე რეჟისორმა გიორგი კაშიამ გააცოცხლა. ნაწარმოები აქტუალურ თემებს ეხება და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ასახავს. რევიზორი მეორე ნაწარმოებია, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაშიამ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე მოკლე პერიოდში დადგა. მანამდე მაყურებელმა დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირის ადაპტირებული ვერსია იხილა. ძალიან ვღელავდით, იმიტომ რომ არ იყო მარტივი ასეთ კლასიკას შევჭიდებოდით და ვფიქრობ, რომ რეჟისორმა და მასთან ერთად მსახიობებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. მე მოწვეული ვარ, სტუმარი ვარ და აუცილებლად უნდა ვთქვა ეს, რომ დამხვდნენ სიყვარულით, ისე როგორც ნამდვილ პროფესიონალებს შევფერით. და ვფიქრობ, რომ მეც არ შევარცხვინე მათი მოლოდინები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შედგა ეს პრემიერა მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭის მიერ დადგმული გიორგი კაშიას და ჩვენი არაჩვეულებრივი დასი ფაქტიურად თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობდა და რაღაცა ემოციური დღე არის რა ნამდვილად და მადლობა მაყურებელს იმისთვის როგორც მიიღო ეს სპექტაკლი. სპექტაკლმა რომ საინტერესოდ ჩაიარა, ამაზე მაყურებლის რეაქციაც ნამდვილად მეტყველებს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის დრამატული თეატრის ყველა თანამშრომელს. ჩვენ 2 თვის განმავლობაში მუშაობდით ამ ძალიან დიდ სპექტაკლზე და ვფიქრობ, რომ იმედები გავამართლეთ, საკუთარ თავს გავამართლეთ, ერთმანეთს გავამართლეთ და ბათუმელი მაყურებელი კიდევ ერთხელ ისეულად წავიდა ამ თეატრიდან. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ საქმეში, რადგანაც თქვენთ ნახეთ ალბათ რამდენი მსახიობი მუშაობდა სცენაზე ერთდროულად, ამიტომაც ეს არ იყო მარტივი ჩემთვის. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, ასევე მსახიობებისთვის, ასევე ჩემთვის და ასევე თლიანი შემოქმედებითი გუნდისთვის, რადგანაც იყო პრაქტიკულად რაღაც კომპაქტური დრო და იყო ძალიან დიდი მასალა და ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შედგა და მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის თეატრს. საქართველოს პარიზის წიგნის ფესტივალზე გრან-პალე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 50-მდე ქვეყნისა და 1000-ზე მეტი ავტორის მასპინძელია საქართველოს კი საგანგებო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. მწერალთა სახლი მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამითაა წარმოდგენილი, ფრანგულ ენაზე ნათარგმნი 120-ზე მეტი გამოცემა და 10-მდე გამომცემლობა. საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას წიგნის მოგზაურობა კავკასიაში მოტივებზე აიგო. სლოგანით იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად ეროვნული სტენდი ფესტივალის დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში ეხმარება. პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ეროვნულ სტენდს კი მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. ფესტივალი დღეს სრულდება. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით დაფასდა ის საქმე, რასაც ჩვენი მთარგმნელები აკეთებენ, იმიტომ რომ ათობით თუ ასობით წიგნი იყო ჩამოტანილი, ძალიან დიდია ინტერესი და ყველაზე მეტად მახარებს, რომ ქართული გამომცემლობების გარდა ეს ყველაფერი აინტერესებს საერთაშორისო საგამომცემლო სახლებს. სალგავოში, ერთ-ერთ პარიზის ძალიან ცნობილ საინტერესო საკონცერტო დარბაზში თეატრში იქნება წარმოდგენილი არაჩვეულებრივი
ლეგენდარული ქართული მუსიკა, რომელიც ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით არის. ფრანგი მუსიკოსები, როდესაც სწავლობენ ქართულ მუსიკას და ამას დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ასრულებენ და კიდე საუბრობენ იმაზე, რომ როდის იქნება უკვე შემდეგი პროექტი, ალბათ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სწორედ ეს არის კოლაბორაცია, როდესაც ქართველი მუსიკოსები და ფრანგები ერთად ქმნიან ქართულ მუსიკას, ერთად გებიან სცენაზე და წარუდგენენ ამას ფრანგ მსმენელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპაში, რომელიც წიგნიერებას და წიგნის კითხვას შეეხება. არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დატვირთული იყო ღონისძიებებით, უამრავმა ხალხმა გაიგო საქართველოს ქართული მწერლობის, თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ. როდესაც ხანდახან მოხდებოდით ხოლმე ამ ჯადოსნურ ქალაქში, ყოველთვის გვინდოდა, რომ რაღაც ქართული ლოვილის გარდა და რამდენიმე უკვდავი სახელის გარდა ექთიმე იქნებოდა ეს თუ ქაქვიცა. თვითონ აი ამ მშვენიერ კულტურას, ქართული კულტურა გაეცნო. აი ამ ხრივ ძალიან ლამაზი ნაბიჯები იდგმება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე, მანამდე კი შეგიძლიათ გაიცნოთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.